მშვიდობა ძვირფასო მეგობრებო, ყველას მოგესალმებით. მინდა ძალიან მცირე მოკლე ის გავაკეთო საინფორმაციო განცხადება. როგორც იცით, გუშინ წინ უკვე ჩვენ დავაფუძნეთ ქართველთა დიდი გაერთიანება მამული ენა სარწმუნოებისთვის. ჩვენ ახლა ძალიან ისეთ რეჟიმში მუშაობთ 24 საათიან რეჟიმში, რომ კარგად გვესმის, გამხელა პასუხისგებლობა ავიღეთ და ხალხი არ უნდა გაწმილდეს, ისიც გვესმის, რომ თითქმის ჩვენი ეს მისია, იდეა არის ფაქტიურად ბოლო შანსი, რომ ჩვენ აუცილებლად უნდა დავიცვათ ჩვენი სამშობლო. ეხლა რა გვინდოდა, რაზე უნდა გავაკეთო ეს მოკლე საინფორმაციო განცხადება. ჩვენ გვინდა რომ სრული ჩართულობით იყოს ჩვენი ხალხი, ჩვენი საზოგადოება, თუ რას ვაკეთებთ და როგორ გავაკეთებთ. პირველ რიგში ჩვენ ახლა ვეძებთ ოფისს და მხოლოდ და მხოლოდ თბილისში გვჭირდება ოფისი, მეტი არ არის ამჯერად საჭირო. რაც შეიძლება უნდა იყოს შეღავათიან ფასებში, არ არის აუცილებელი ახლა რომ გინდა თუ არა იქ იყოს რაღაცა პრესტიჟულ ადგილებში და ცენტრში, ვაკეში და ასე შემდეგ, არა. რაც შეიძლება შეღავათიან ფასებში იყოს თუნდაც ნაძალადევში, დიდუბეში, წერეთელზე, გდანში, ოღონდ ისეთი ადგილი უნდა იყოს, რომ სადღაც მეტროსთან ახლოს, რომ საზოგადოებას მოსვლა უადვილდებოდეს და რესპონდენტებს და რატომ. ჩვენ გვინდა როგორი ოფისი, ძირითადი მთავარი ოთახი იმ შველი წერტილის გარდა, მეტი არაფერი არ უნდა იყოს დაახლოებით 50 კვადრატი. რომ კამერამ თავისუფლად აიღოს გადაცემაში, იქ იქნება ასევე უკვე გადმოვა იქაც ტელეკომპანია PKTV და ჩვენ როგორც ვაკეთებდით ხოლმე ასევე პირდაპირ ჩარტვებს, ლაივებს, გვინდა რომ კვირაში სამჯერ მაინც 2 მინიმუმ და 3 გავაკეთოთ როგორც პოლიტიკური თოქ-შოუები რომ ერქვა, მაგრამ ჩვენ უფრო ქართულ სახელს დავარქვევთ ამას, საზოგადოებრივი აზრი და ასე შემდეგ. იქ დაახლოებით შესაძლებელი იქნება ზოგჯერ 5-6 ის იქნება რესპონდენტი, ზოგჯერ შეიძლება 10-იც იყოს და საუბრები იქნება მხოლოდ და მხოლოდ იმაზე, თუ როგორ უნდა გადავარჩინოთ სამშობლო, რა პრობლემებია, რეგიონების პრობლემები და აბსოლუტურად ეს იქნება ცენზურის გარეშე და ეს იქნება ისე რომ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც მოვა სახალხო პრობლემით, მას იქ არავინ არ იმას იცავს, რა ქვია, დაბლოკავს და როგორც ეს ტელევიზიები შვებია, მხოლოდ პარტიული ტელევიზიები, ყველა პრობლემა იქნება გაშუქებული. ხო და ეხლა უპირველესი რაც არის გასაკეთებელი, ძვირფასო მეგობრებო, არის ეს რომ საინფორმაციო სამსახურმა დაიწყოს უკვე მუშაობა ამ ქართველთა დიდი გაერთიანებისთვის. იმედია ყველა ჩაერთობით ამ პროცესში, ეხლა თუ ვისმეს აი ეს რაც ავხსენი მე ესეთი ფართი ეგულება, გამოგვეხმაურეთ პირადში მოგწერეთ. თანხის გადახდა მოხდება ჩვენი საწევროები და ჩვენ იცით რომ გამოვაცხადეთ იქ რომ სიმბოლურად 5 ლარი იქნება საწევრო ჩვენი წევრებისადმი და არა მეტის საჭირო ისეთი რაღაცები ვაკეთოთ ეხლა რომ ხალხი შევაწუხოთ ისედაც გაჭირებული ხალხი და აი ამ ენთუზიაზმით მცირე თანხებით და რამე ყველას ერთად თანადგომით ჩვენ უნდა შევძლოთ რომ აი ეს დიდი საქმე თანდათან წინ წავიყვანოთ. დარწმუნებული ვარ რომ აი ესეთი სტუდიაში აი ეს გადაცემები იქნება ძალიან რეიტინგული გახდება საქართველოში სულ მალე და ეს ხელშეუწყობს ქართველთა დიდ გაერთიანებას. ჩვენ დრო ძალიან ცოტა გვაქვს, ამიტომ ვქარობთ, ეხლა დღესაც ვიკრიბებით ისევ საინიციატივო ჯგუფის წევრები, არც ერთი დღე არ გვაქვს იმისი უფლება რომ გავაცდინოთ და ის რა პასუხისგებლობაც ავიღეთ, ბოლომდე არ მივიყვანოთ, ამიტომ ვიცოდეთ რომ სისტემატიურ რეჟიმში მუშაობთ, ეხლა როგორც მე ორგანიზებას ვუკეთებ ხოლმე,
ბევრი გატარდა იქ რეგისტრაციაში, ეხლა ცალ-ცალკე ვახარისხებ, თბილისის ცალკე, ბათუმის ცალკე, ქუთაისის ცალკე, რეგიონების მიხედვით გორს ცალკე და ასე შემდეგ. ძალიან დიდი ქსელი უნდა გავაკეთო და სულ მალე ეს იქნება ყველასთვის გადამდები მეგობრებო. ეს არ არის კიდევ ერთხელ ვიძახი, ზოგს ბევრი წერს ხოლმე, რომ არ არის მეგობრებო პარტია, არავითარი დოქტრინები არ გვჭირდება, ჩვენ გვჭირდება ქართველების ერთად დგომა, ერთმანეთის სიყვარულით, ეს ქვეყანა უნდა გადავარჩინოთ და არ უნდა ჩაუგდოთ უცხოელებს ხელში. არ უნდა დავკარგოთ, ძალიან ცოტა დრო გვაქვს. ერთმანეთის სიყვარულით, ერთმანეთის პატივისცემით, ერთმანეთის მიმტევებლობით ეს დიდი გაერთიანება ფეხზე უნდა დააყენოს ყველა ქართველმა, ყველაფერი უნდა გადავდოთ, ყველაზე უპირველესი არის სამშობლო. ამიტომ ჩაერთეთ მეგობრებო, მოგვაწოდეთ ინფორმაციები, თუ გეგულებათ შეიძლება თქვენ უფრო ისეთი ამდენი ხალხი რომ ჩაერთობა ძალიან კარგი ის წამოვიდეს, იდეა რაღაცა ვიღაც პარტი კონდეს. კიდევ ვიმეორებ, არ არის აუცილებელი ცენტრებში და არც გვინდა, თავარია მეტროსთან სადმე ახლოს იყოს, რომ არ გაუჭირდეს ხალხს მოსვლა ხოლმე იქ. ეს მინდოდა მეთქვა და კარგი იქნება თუ იაქტიურებთ თქვენს მეგობრებში, ახლობლებში და თუ კი ამას ძალიან მალე მოვაგვარებთ, ჩათვალეთ, რომ ძალიან მაგარი სასწრაფოდ სტუდია შევქმნით, ეს რაღაც ერთი კვირის საქმეა და დავიწყებთ ეგრევე უკვე მოქმედებას. და ძალიან საინტერესო ეთერები გელოდებათ მერე. მადლობა ყურადღებისთვის, თქვენ სამსახურში ვართ, სამშობლოს სამსახურში ვართ, ყველაფერი კარგად იქნება. მართლმადიდებლებო, ჩვენ დავიცავთ როგორც მართლმადიდებლობას, ისე დავიცავთ საქართველოს, ჩვენ არავის დაუთმობთ ჩვენ სამშობლოს. იმედი გქონდეთ, არ შეშინდეთ, ყველაფერი კარგად იქნება.